დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს. სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტ მედიასა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებზეც გავრცელდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მედიის რეგულირება ბრიტანული სტანდარტით განხორციელდება და მათი მიზანი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის ბალანსის დაცვაა. თუ ინფორმაციას მაგალითად არაჯეროვნად ავრცელებს შესაბამისი რეაგირება და ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება თუ ეს ინფორმაცია გავრცელებული არის ტელეეთერის საშუალებით. მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებული არის თუნდაც სოციალური ქსელის თუნდაც ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე შეუძლებელია, რომ ადამიანმა რეაგირება მოახდინოს. ამიტომ, როგორც პირველი მოსმენით ამ კომიტეტზე განხილვის დროს, ასევე პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, ჩემს მიერ და ჩვენ გუნდის შეთანხმებით, რა თქმა უნდა, გაჟღერებული იქნა, რომ ონლაინ მედიებზეც უნდა გავრცელდეს ქსევის, ეგრეთ წოდებულ ონლაინ მედიებზე უნდა გავრცელდეს ქსევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად უწყებლებისთვის არის გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვით რეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში, ანუ ნორმა არ იცვლება, რაც ყველა ჟურნალის საქართველოში ბევრ შემთხვევაში ხელმოწერითად ქარტიაში და ასე შემდეგ აღიარებული ქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვით რეგულირება ამას ვერ ახერხებს. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი სფეროს შეზღუდვას ემსახურება და ობიექტური მედიის გაქრობას ისახავს მიზნად. ჟურნალისტები ქართული ოცნების მიერ მედიაში შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დღეს მედია ორგანიზაციებს თავის გადარჩენაზე უწევთ ფიქრი. რეგიონული მედია, ისევე როგორც იმერეთში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით რთულ და მძიმე პირობებში აგრძელებს მუშაობას, ფაქტობრივად პრობლემების პირისპირ მარტო აღმოჩნდით, რადგან ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მძიმე მარწუხებში აქცევს ზოგადად მედიას და განსაკუთრებით რეგიონულ მედიას. დღეს ჩვენ მედია მენეჯერები ვფიქრობთ, როგორ გადავრჩეთ, როგორ აუწყოთ ფეხი ამ ყველაფერს და როგორ დავაღწიოთ თავი ავტორიტარულ ხელისუფლებას, ასევე უმნიშვნელოვანესი არის ბიზნესის თანამშრომლობა. ჩვენ მოუწოდებთ ბიზნესს, რომ განახორციელონ ინვესტიციები რეგიონულ მედიასთან, ითანამშრომლონ მჭიდროდ, ასევე ნებისმიერ ორგანიზაციას ვთხოვთ ამაში ჩართულობას, რადგან უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონული მედია, იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პრობლემას პირველ რიგში იგებს რეგიონული მედია. ნებისმიერ პრობლემას პირველ რიგში აშუქებს რეგიონული მედია და როცა ჩვენ გავაცნობიერებთ იმას, თუ რა როლი აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში რეგიონულ მედიას, მიხვდებით, რომ მისი არსებობა არის აუცილებლად მნიშვნელოვანი. მე მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება მიზან მიმართულად დგამს ნაბიჯებს, იღებს კანონებს იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მე არ მიყვარს ეს სიტყვა კრიტიკული მედია, თუ კრიტიკული არ არის, არის პროპაგანდისტული მედია, ხო? ამიტომ მედია რომ აღარ არსებობდეს, თავისუფალი სიტყვა აღარ არსებობდეს, ამისთვის კეთდება ამ ქვეყანაში ყველაფერი. და უჭირს არა მხოლოდ ადგილობრივ მედიას, უჭირს ცენტრალურ მედიასაც კი, რომელსაც მე მაგალითად წარმოვადგენ, ფორმულას მოუწია საინფორმაციო სამსახურის 70%-ით შემცირება, უარის თქმა საერთოდ რეგიონებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში რაიმე რომ მოხდება, ტელევიზიაში ეს არ გაშუქდება, არ ვიცი რამდენად იაზრებს საქართველოს მოსახლეობა აი ამ პრობლემას. ალბათ იმით გავსხვავდებით ჩვენც ევროპულ ქვეყნებისაგან ამ ეტაპზე, რომ ჩვენ მოსახლეობას მაინც ასე მგონია ბოლომდე არ აქვს გააზრებული, რას ნიშნავს, როდესაც სიტყვის თავისუფლება აღარ არის ქვეყანაში, რას ნიშნავს, როდესაც ყველაზე მეტად რომ გიჭირს, აღარ არის
მედია, ჟურნალისტი, რომელსაც შეგიძლია მიმართო და მან გააჟღერებს შენ სიტყვა. შეიძლება ჟურნალისტი ცოცხალი იყოს, მაგრამ უბრალოდ მედია საშუალება აღარ არსებობდეს. სხვათა შორის უკვე სოციალური სივრცის გაკონტროლებაზეც არის საუბარი და ცოტა ხანში გვიძახით ცოტა ხანში და ვართ უკვე რუსეთში. უბრალოდ კიდევ არ არის მოსული ის მომენტი, როდესაც ჩემი ახლობლები იმისთვის რომ YouTube-ი დაიჭირონ. მოსკოვში გადიან პარკში. ეს არ არის კრიზისი, ეს უკვე არის კატასტროფა. ქართული ოცნების ხელისუფლებას მაუწყებლობის შესახებ კანონში 2 ცვლილებაში აქვს. პროექტით სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტიკის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები. ასევე ქართული ოცნება კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.